შემადგენლობაში ტომას ლემარი ემზადება მოედანზე გამოსასვლელად კაენის ნახევარმცველი ვის ნაცვლად შემოვა გეტყვით აუცილებლად და დათო დარციმელიაც როგორც ჩანს მზად არის იმისათვის რომ უკვე შემოვიდეს მოედანზე საქართველოს ნაკრებში იგი მე-11 ნომრით შემოვა ცვლილებებს ნახავთ მანამდე კი ყველაფერი მზად არის უკვე იმისათვის რომ განახლდეს შეხვედრა სულ მალე ავსტრიელი არბიტრი ჰალალ ლეხნერი მისცემს ნიშანს და განახდება შეხვედრა მოჰამედ შემლალი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გადის და მის ნაცვლად შემოდის ტომას ლემერი პირველ ტაიმში რა შეიძლება ითქვას უპირატესობას ფლობდნენ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორებ ეს რეალობაა ფრანგები თუმცა ხანდახან რეალობასაც უნდა ვიყოთ მოწყობილი იგივე ძალიან კარგად ჩვენთვის იმსაჯა შეხვედრის არბიტრმა ავსტრიელმა არბიტრმა კი ჯიქიას ნაცვლად შემოდის დარციმელია ვნახოთ მეორე ტაიმში რას მოგვიტანს ეს ცვლილება კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველაფერი კარგად მიდის ჩვენთვის და ძალიან კარგიც არის რომ პირველ ტაიმის შემდეგ ვიგებთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 1-0 საქართველოს ამარცხებს საფრანგეთს 17 წლამდელებში შეგახსენებთ გუნდების შემადგენლობას და მივყვეთ უკვე მატჩის მეორე ტაიმის მსვლელობას ჩვენი ნაკრები ალექსანდრე ადამია მეკარე პირველი 2 ოთარ კაკაბაძე 3 ლაშადვალი 4 ნიკა ჭანტურია გუნდის კაპიტანი 5 სამხარაძე ეს დაცვა მარჯვნიდან მარცხნივ შეიძლება სწორედ ესეთი განლაგებითაც არის უბრალოდ დვალი ჭანტურია შეიძლება გავცხოვოთ მარჯვენა ცენტრალური მცველია ჭანტურია მარცხნივ დვალი რაც შეეხება ნახევარდაცვას ნომერი 6 ჭიაბერ ჭეჭელაშვილი და 18 გიორგი გოროზია საყრდენების პოზიციაზე მარჯვნივ მოქმედებდა ალეკო მზევაშვილი მე-15 მარცხნივ ვანო წილოსანი გიორგი პაპუნაშვილი იყო მოედნის ცენტრში მერვე ნომრით ერთი გამოკვეთილი მე-14 დავით ჯიქია იყო მის ნაცვლად მოედანზე მე-11 დათო დარციმელია შემოვიდა რომელიც ახლა თქვენს ეკრანებზეა თადარიში ნიკა შერმადინი მეკარე 7 გიორგი აბურჯანია 10 ნიკა ახვლედიანი 13 მათე ცინცაძე 16 გიორგი გაბაძე და 17 არჩილ მესხი ვასილ მაისურაძე გახლავთ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანგებს რაც შეეხებათ მათი შემადგენლობა პირველი მიკი მაინანი მეკარე 5 კლემენ ლენგლე 8 ფრენკ ბამბუკი 13 ლუის ნგანიონი 15 ჟან შარლ კასტელეტო 6 სეკო ფოფანა 17 ზაკარი ლაბიდი 7 ჟან კორენტინი 11 ერვინ ონგენ და 14 ანტონი მარტიალი და მე-10 ნომრით მოთამაშე მოჰამედ შემლალის ნაცვლად გითხარით რომ მოედანზე მე-12 თომას ლემარი გამოვიდა ფრანგული კაენის ნახევარმცველი ჟან-კლოდ ჟუნტინი გახლავთ მთავარი მწვრთნელი ფრანგთა რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში იქ უკვე მთავრდება შეხვედრა და ჰოლანდია ბელგია 0-0 არის სულ მალე დაიწყება ისლანდია გერმანიაც რამდენიმე წუთში დაიწყება ეს შეხვედრა ასევე ლიუბლიანაში იმართება ეს მატჩი მოგვიანებით სლოვენია პოლონეთი ბეჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა მეორე ტურში ყოველთვის ძალიან ბევრი რამ წყდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა ყოველთვის მეორე ტურში ნაჩვენებს შედეგს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და მოდით ახლა უკვე მივადევნოთ თვალყური შეხვედრის მეორე ნახევარს და ნახოთ როგორ ითამაშებენ ჩვენი ფეხბურთელები კარგად მოქმედებენ აქ მოედის ცენტრში გამოაქვთ ბურთი შემდეგ რაც შეეხება სტატისტიკას ერთხელ დავატყით კარის მიმართულებით და ძალიან კარგად აქ თამაშგარე მდგომარეობაა ძალიან ზუსტად ფრანგებს სამჯერ აქვს სულ დათქმული აქედან ერთხელ წავიდა ზუსტად კარის მიმართულებით კუთხურები 4-2-ზე ფრანგების სასარგებლოდ მეტი ახლა ორ-ორი ყვითელი ბარათი მივიღეთ როგორც ერთმა ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელებმა აქ ოდნავ წინ იყო მაინც მოდი ვთქვათ იყო პირველ ტაიმში საკამათო ეპიზოდები მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე ყველაფერს ხედავთ ყველაფერი ჩანს მაგრამ ხანდახან კარგია რეალობას მოწყდეთ და დავინახოთ ყველაფერი ისე რომ ვითომ არაფერი მომხდარა როდესაც ეს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ არის ადამია სულიერად გზავნის წინ ძალიან კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს წილოსანი ერთ-ერთია მახვილი კუთხია ვერ დაეწია ბურთს არა და რა კარგი შეტევა შეიძლებოდა გამოსულიყო ამ სიტუაციაში კარგია ესე შეიძლება ფრანგები წავლენ წინ გაჩნდება იქ სივრცეები და ძალიან კარგად შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება შეუძლია იგივე წილოსანს იგივე პაპუნაშვილს რომელიც სიღრმიდან ძალიან ხშირად და კარგად ერთვებოდა მზევაშვილი ასევე საპირისპირო ფლანგიდან წილოსანი და მზევაშვილი და წინ დარციმელია ამ წუთისათვის თბილისის ლოკომოტივის ფორვარდი და ვნახოთ როგორ ითამაშებენ აი ეს ფეხბურთელები შეტევაში ბევრი რამ იქნება სწორედ ამ ფეხბურთელებზე დამოკიდებული როგორ გადავლენ ისინი კონჩეტევაზე ფრანგებს უკვე უფრო მეტად მართებთ შეტევა და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მე შეიძლება ჩვენთვის სასურველად წარიმართოს აი ესე პასი წინ ამჯერად უკან იყვნენ დაწეული ქართველი ფეხბურთელები პაპუნაშვილის გადაცემა პირდაპირ მეკარემდე მივიდა მიკი მაინანი რომელმაც შეიყვანა ბურთით თამაში კლემენ ლენგლე ფრანგები ბურთით
მეოთხე წუთი მიმდინარეობს შეხვედრის მეორე ტაიმის ტაბლოზე საფრანგეთი საქართველოს 0-1. ისევ მარჯვენა ფრთიდან ფრანკ ტაიერიში კარგია სამხარაძე ვარნაში კარგად თამაშობს აუტი ზაკარი ლაბიდი უკან აკეთებს გადაცემას ცენტრალურ მცველებამდე აიტანეს ბურთი ისევ ლენგლე შეცვლის ალბათ შეტევის მიმართულებას ცენტრში აკეთებს გადაცემას ოდნავ უკან დაწიეს ბურთი ფრანგებმა ამჯერად უკვე მარცხენა ფრთა ჩვენები თამაშობენ ზუსტად და მარჯვენა ფრთიდან კარგი შეტევა კარგი კონჩეტევა შეიძლება გამოვიდეს პასი არის ზევაშვილი ძალიან კარგად აიტანა ბურთი ცენტრამდე შემდეგ პასი შუაში კაკაბაძე ბოლომდე ბრძოლა არის საჭირო გაიქცა კაკაბაძეს ეს მე-12 ნომერი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელია სახიფათო იერიში შეიძლება გამოვიდეს ფრანგების და გადავრჩით კარგი შეტევა განავითარეს ძალიან ფრანგებმა მაგრამ ამ ეპიზოდში გაგვიმართლა ხარიხა ჩვენ სასარგებლოთ იყო უნდა დაალაგდნენ ეხლა ცოტა აირივნენ დაცვაში ჩვენი ფეხბურთელები არ არის აქ არაფერი საპანიკო დაალაგება არის თამაშის დამშვიდობა საჭირო და ისე გაგრძელება როგორც ამას აკეთებდნენ ამ წუთამდე გამოვიდათ ერთი შეტევა გასაგებიც არის ეხლა ყოველთვის ისე არ იქნება რომ ან ვერ დაარტყან ან კარგად არ გამოუვიდეთ ესეც კარგი გუნდია ყველა მოგება აქვს მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო საკვალიფიკაციოზეც ელიტ რაუნდში შეუძლია ამ გუნდს თამაში და უბრალოდ ამ მსგავს გუნდთან არის რაც შეიძლება სწორად თამაში უშეცდომოდ მაქსიმალური ყურადღება და აი ამ მოყურადღებით მონდომებით თავისუფლად შეიძლება შედეგის გაკეთება და მიღწევა რაც პირველ ტაიმში მოხდა კიდევაც აქ ბურთი გადასული იყო მას შემდეგ იყო კონტაქტი ფეხბურთელებს შორის ჟან კორენტინი წამოდგება და გაგრძელდება ალბათ ჩვეულებრივ შეხვედრა აი განმეორებით შემდეგ იყო ეს შეჯახება სამხარაძესა და კორენტინს შორის არაფერი არ იყო განსაკუთრებული თამაში გაგრძელდა ჩვეულებრივ ფრანგი ფეხბურთელების საკუთარ ნახევარზე ზევით უნდა ავიდნენ ცოტა ქართველი ფეხბურთელები და რაც შეიძლება წინ შეხვდნენ მეტოქეს საკუთარ საჯარიმომდე ჩაწევა არანაირად არ არის მართებული აი მე მგონი სავსებით სწორადაც მოქმედებენ ახლა ძალიან დიდი შრომა მოუწევთ რა თქმა უნდა ფორვარდებსაც მათაც მოუწევთ უკან დაწევა მაგრამ დღეს ისეთი თამაშია რომ ყველა მაქსიმუმი უნდა დადოს მაქსიმუმი გაიღოს და ბოლომდე ალბათ რაც კი ძალა აქვს ფეხბურთელებს ყველაფერი უნდა გააკეთონ დღეს იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიონ ჩვენთვისაც ფრანგებისათვისაც გარკვეულწილად ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი აქვს მნიშვნელობა ამ შეხვედრას ისევ ფრანგები მარჯვენა ფრთიდან ვითარდება მათიერიში ჩაწოდება საჯარიმოში აეჭრა იქ ქართულ ფეხბურთელს ბურთი არაფერი არ არის საშიში ხედავდა მეკარე აკონტროლებდა ბურთი მართალია ასტო სასრული ტრაექტორიით მაგრამ მაინც სუსტად მიდიოდა და ხედავდა მეკარე ყველაფერს აქ უკვე მარცხენა ფრთიდან მორიგი კუთხური მეხუთე რიგით ფრანგი ფეხბურთელებისა წინა ძელთან ჩაწოდება რა ხდება ჯარიმდებიან ფრანგები შეტევაში საჯმა დააფიქსირა იქ მათი უხეში მოქმედება და თამაშს განახლებენ საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები მეკარი ალბათ აი ეს ის ეპიზოდი როცა ძალიან კარგად ითამაშა აქ მე-11 ნომერმა ერვინ ონგენდამ გავიდა დასავლურ პოზიციაზე დაარტყა კიდევაც ძალიან ძლიერად და ხარიხაც ხვდება ბურთი ორმოცდამერვე წუთი აი ეს არ შეიძლება მოტრიალების საშუალება მიეცეს აღელდებიან ფრანგები აი ესე თუ გაგრძელდა თამაში და თუ ნელ-ნელა გავიდა გარკვეული დრო ცოტა დროის გაყვანაც არის აუცილებელი აი ესეთი ტაქტიკური პატარ-პატარა თუნდაც შეიძლება ბევრს არ მოწონდეს ახლა მეტოქე გუნდი რო აკეთებდეს ამას რა თქმა უნდა ჩვენს გავღიზიანდებოდით მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია ამას აკეთებს ყველა გუნდი და სულაც არ არის სასირცხილო ამის გაკეთება, როდესაც ანგარიში შენარჩუნებაა საჭირო. ჯარიმა ცოტა ეს სიფრთხილეა საჭირო, რომ ყვითელი ბარათებით არ დაიტვირთოს. მაინც და მაინც გუნდი აქ დარციმელია მიიღო ყვითელი ბარათი. ეს უკვე მესამე ყვითელი ბარათია დღევანდელ შეხვედრაში. არც მას არ ქონდა წინა შეხვედრაში ყვითელი ბარათი, ბუნებრივია. ისიც თავისუფალია, მსგან რომ დისკვალიფიკაცია მიიღოს მზევაშვილმა, პაპონაშვილმა მიიღეს ამ შეხვედრაში, პლუს დარციმელია დაემატა მათ ახლა და წინა შეხვედრაში შეგახსენებთ რომ ყვითელი ბარათები ჭანტურიამ და ჭეჭელაშვილმა დაიმსახურეს ასე რომ
ხუთი ფეხბურთელს აქვს უკვე თითო ყვითელი ბარათი, რაც ესეთი ტურნირისათვის ბევრია, რადგანაც ნებისმიერ ფეხბურთელის გამოკლება ძალიან ცუდია. ფრანგები როდი ისინი არიან ახლა ბურთით, კარგად თამაშა, მარტიალმა რომელმაც უკან დაიწია. ცველები თამაშობენ ზუსტად დაიწყო ისლანდია გერმანიაც პარალელურად და მაქსიმალურად ბოლო წუთამდე რა ანგარიშიც იქნება მე აუცილებლად გეტყვით და დაგაცნობთ ჩვენი მატჩის სრულობის დროს თუ რა მოხდება პარალელურად მივიდა შეხვედრაში, რადგან ამ შეხვედრასაც ბუნებრივია ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა. ისლანდიას ქულა, გერმანიას 3 ქულა, ჩვენთვის სასურველია რომ გერმანია მოიგოს ის შეხვედრა მარცხენა ფრთიდან აქ. ჩვენი გუნდის სიერიში შეიძლება ორნიერენ იქ ბურთის გათამაშება შესაძლებელია, ძალიან კარგი. გარისკვაც რა თქმა უნდა შეიძლება პასი არ გამოვიდა, დარციმელია ბოლომდე იბრძვის და ინარჩუნებს კიდევაც ბურთს. კარგია. აი ესე ბრძოლაა საჭირო, შემდეგ გაართვეს კიდეც, მაგრამ ოდნავ გამართლებით შეიძლებოდა დარციმელია საჯარიმოშიც კი აღმოჩენილი იყო მსგავს სიტუაციაში. ისევ ქართველი ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე. ბურთის შენარჩუნება საჭიროა, მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში. მარჯვნივ გადაცემა ზევაშვილმა მიიღო ერთი შეხებით შეიგდო ბურთის საჯარიმოში, მაგრამ კარგად ეთამაშა აქ ძალიან მას ლუის ნგანიონი და ართვა ბურთი ისევ ქართველი ფეხბურთელები მარჯვენა ფრთიდან კაკაბაძე. კარგია პაპუნაშვილი ცენტრისკენ გაიწია, დაარტყა შორიდან და მეკარემ ითამაშა კარგად აისხლითა ბურთი მიწაზე დაეცა და შანსი იყო აქ რა თქმა უნდა გოლის გატანისა, მაგრამ ფრანგთა მეკარემ გადაარჩინა ახლა თავისი გუნდი, კარგად ითამაშა პაპუნაშვილმა, რომელმაც დაარტყა შორი მანძილიდან და ძალიან სწორადაც გააკეთა. აი ესეთ სიტუაციაში ცოტა სოელ მოედანზე საჭიროა ესეთი დარტყმები და აი ახლა კარგი იყო კიდევ ერთხელ აი ხედავთ აისხლითა აქ ბურთი და ბოლო მომენტში მიწვდა მეკარე ამ ბურთს, მიდიოდა კარის მარჯვენა კუთხეში, კუთხური მაღალი ჩაწოდება, წილოსანი ვერ მიწვდა ბურთს. აი ეგ ბრძოლა არის საჭირო ბურთისათვის, არ უნდა მივცეთ ბურთის გამოტანის საშუალება. დვალი შორი მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ცდება ფრანგთა კარს. 10 წუთი უკვე გავიდა, მე-11 წუთია შეხვედრის მეორე ნახევრის. ვაშა დვალი თქვენს ეკრანზე. ცვლილება ახვლედიანი გამოდის წილოსანის ნაცვლად. ნიკა ახვლედიანი მე-10 ნომრით პირველ შეხვედრაში ძირითადში იყო ზუგდიდის ბაიას ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი. ახვლედიანი შემოდის, არ ვიცი ხა არ მგონი აქ რამე შეიცვალოს. ახვლედიანი ციღრმიდან შეუტევს და დაეხმარება წინწაწეულ დათო დარციმელიას. ფრანგები მოედნის ცენტრში, უკან გადაცემა. აუტია, ჩვენ უნდა მოვაწოდოთ აუტი, მარცხენა ფრთიდან ქართველი ფეხბურთელები განაახლებენ თამაშს. ეს ერთადერთი გოლის ავტორი ჭიაბერ ჭეჭელაშვილია. საკმაოდ შორს იქნა მოწოდებული ბურთი, კარგად იბრძვიან ქართველი ფეხბურთელები, თუმცა ბურთი მაინც რჩებათ ჩვენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და ისინი იწყებენ ცენტრიდან მორიგიერის ჯარიმა კაკაბაძეა დამნაშავე. ერვინ ონგენდა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შეხვედრის პირველ ტაიმშიც, მეორე ტაიმშიც გახსოვთ ალბათ მისი გარღვევა შორიდან, მე მგონი კიდევ თუ კარში ურტყავს, არ ვიცი, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ცდილობს როგორც ჩანს ფრანგი ფეხბურთელი ან ჩააწვის. არა, კარში დაარტყა, ხედავ ძალიან ძლიერად. გესმით ალბათ საქართველოს შეძახილები არის გარკვეული ჯგუფი როგორც ჩანს საქართველოსთან. შეიძლება ჩასული, შეიძლება იქ ან სლოვენიაში, ან სადმე ახლოს ცხოვრები ქართველებიც ხშირად არის ასეთი რამ და ბიჭებისათვის ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იგივე ეს ადამიანები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, მათთვისაც ძალიან
ალბათ ამაღელვებელიც არის, როდესაც საკუთარი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრებენ, ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრებენ, აქ საშუალება იმის, რომ უკომაგონ უცხოეთში სხვაგან, რაც ასევე ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია მათთვისაც და ჩვენი ბიჭებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი თავს ნამდვილად არ ზოგავენ და ბოლომდე იბრძვიან, როგორც ყველა შეხვედრაში, რაც კი ვნახეთ ჩვენ მათ მიერ ჩატარებული შეხვედრები, ალბათ გამოირჩევა ნამდვილად ეს გუნდი თავისი ბრძოლის უნარიანობით და ჟინითა და თავდადებით. ისევ ქართველი ფეხბურთელები მარჯვენა ფრთაზე რა ხდება აქ? აქ გაატარა ბურთი კაკაბაძემ. ტრამვირებულია, ხედავთ რა მოხდა. ტრამვირებულია იქ ერთ-ერთი ფრანგი. მე-11-ია თუ ეს ყველაზე აქტიური. დიახ, ეს არის ერვინ ონგენდა არის ეს ყველაზე აქტიური ფეხბურთელი. არ რჩება როგორც ჩანს, აი განმეორებით. არა. აქ ეხა ისეთი არაფერი არ იყო, რომ აქ ქართველი ფეხბურთელი დამნაშავე ყოფილიყო, ბრძოლა იყო უბრალოდ ჩვეულებრივი. ხისტი ორთაბრძოლა და დაშავდა ერვინ ონგენდა. შეიძლება ცვლილებაც მოხდეს, ემზადებოდა იქ ჟონათან მეხიკო, ესე საინტერესო გვარის ფეხბურთელი არის. ემზადება უესლი საიდი. რენის ფორვარდი. ეს გახლავთ უესლი საიდი. დაუბრუნეს ბურთი ჩვენ გუნდს, რა თქმა უნდა, ფრანგებმა. გახსოვთ ალბათ ინგლისელებმა არ გააკეთეს მსგავსი რამ თბილისში ელიტ რაუნდის შეხვედრაზე, რამაც გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია ტრიბუნაზე და მართლაც არ იყო კარგი საქციელი, თუმცა ინგლისში სხვაგვარად ჟიან ამ წელს სადამ საჯი არაჩერებს თამაშს, ძალიან ბევრ შეხვედრაში ფეხბურთელები თვითონ აღარ აჩერებენ. ფრანგები საკუთარ ნახევარზე 0-0-ია ჯერჯერობით ისლანდია-გერმანიის დაპირისპირებაში. და დასრულდა ჰოლანდია-ბელგია 0-0. ჰოლანდიელებიც ითვლებიან ერთ-ერთ ფავორიტებად, პირველი შეხვედრა მათ მოგებული აქვთ და უკვე 4 ქულა აქვს ჰოლანდიის ნაკრებს. ერთის თამაში მოგებული აქვს პოლონეთს და სლოვენიას ეთამაშება ახლა პოლონეთის ნაკრები. თუ პოლონეთმა მოიგო, გაინაღდებს შემდგომ ეტაპზე გასვლას. თუმცა ჰოლანდიაც უკვე ახლოს არის, როგორც ჩანს შემდგომ ეტაპთან. უესლი საიდი შემოვიდა, როგორც უკვე გითხარით. ერვინ ონგენდას ნაცვლად. ჩაწოდება კუთხური, დარტყმა და გათანაბრდა ანგარიში. 1-1, არ ვიცი. არა, არ არის გოლი, ხედავთ. თამაშგარე მდგომარეობა, ძალიან კარგი. საჯება ზუსტად დააფიქსირეს, რომ აქ იყო თამაშგარე მდგომარეობა. განმეორებით ნახოთ ეს ეპიზოდი. გამოჩნდება ამ რაკურსით. აი ეს არის ის წესი, რომელიც ფეხბურთში მოქმედებს, როდესაც მეკარის წინ დგას ფეხბურთელი, მართალია, შეიძლება ის არ შეეხოს ბურთს, მაგრამ მეკარეს უშლიდა ბურთის აღებაში ხელს და ამ საჯმა დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ეს არის საჯის გადასაწყვეტი, აქი ჯარიმა არის და ალბათ ყვითელი ბარათიც, სად არის საჯი? კასტელეტო. აი წინა ეპიზოდს თუ განვიხილავთ, ეს არის კიდევ ერთხელ მეორე. ასეთი რამ ხშირად ხდება, ხან აფიქსირებენ, საჯები ხან არ აფიქსირებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიქრობ ძალიან სწორადაც მოიქცნენ, არა იმიტომ რომ ეს ჩვენი გუნდის შეხვედრა არის, რატომაც არა, თუნდაც ამიტომ და უბრალოდ მეკარეს ხელს უშლიდა ბურთის მოგერიებაში და ამის გამო დაფიქსირდა თამაშგარე მდგომარეობა. ის ფეხბურთელი რამდენადაც ჩანდა განმეორებით და არ შეხებია ბურთს, მაგრამ მე-7 ნომერი ამ შემთხვევაში იყო პასიური, მაგრამ უკვე გახდა აქტიური თამაშგარე მდგომარეობა, როდესაც მეკარეს შეუშალა ხელი. აქ ბურთი ცდება კარს და ფრანგები განახლებენ თამაშს. 58 წუთი კიდევ ერთხელ განმეორებით. დარტყმის მომენტში ეს ადამიანი არის თამაშგარე მდგომარეობაში. გაიწია, მაგრამ აქ მეკარეს უშლიდა ხელს. ასე უნდა განსაჯოთ ეს ეპიზოდი. ჯარიმა. დარციმელიას წინააღმდეგ დაირღვა აქ თამაშის წესი.
თქმა უნდა არ ჯარება. რა ხდება? საინტერესოა. წინ გადაცემა. ფრანგი მცველები ფლობენ ბურთს. წინ ძლიერად ადამია გზავნის. საკუთარ ნახევარზე ფრანგები ეუფლებიან ბურთს, ცენტრალური მცველები, კერძოდ ეს ფრანგ ბამბუკი გახლავთ. არაზუსტი გადაცემა. კარგად ითამაშეს ჩვენმა მცველებმა, არაზუსტი იყო, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ კარგად ითამაშეს მცველებმაც, დასწრებაზე გამოვიდა ცენტრალური მცველი და ზუსტად ითამაშა ხელი. დამშვიდება ახლა ფრანგები ოდნავ აჩქარდნენ და რაც შეიძლება უნდა დაუწყნაროთ თამაში და დაუმშვიდოთ. ბურთის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ბურთი. სამხარაძე. კი, ხელია რა თქმა უნდა. ხედავთ გვერდითი არბიტრის რეაქციას იმ წამსვე ანიშნა მთავარ მსაჯს თამაშის წესის დარღვევა. ახვლედიანი შეინარჩუნა ბურთი უკან პასი. აუტი. სამხარაძე აკეთებდა გადაცემას, ახლა კი სამხარაძე აუტიდან მოაწვდის ბურთს. ჟან-კლოდ ჟიუტენი მის გუნდს არც ერთი ყველა შეხვედრა მოგებული ქონდა საკვალიფიკაციოზე და ელიტ რაუნდზე. ფრანგები საკუთარ ნახევარზე ფლობენ ბურთს. სეკო ფოფანა მარცხნივ აკეთებს გადაცემას, მარცხნიდან ცდილობენ ფრანგები შეტევის დაწყებას და აუტი ჩვენ არა ჩვენ უნდა მოვაწოთ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ფრანგ შეეხო აქ ბურთი უკანასკნელად. არ ჩქარობენ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები და მოაწვდიან აუტიდან ბურთს. აი მეათე ნომერი რომელზეც იმდენი ისაუბრეს, რომ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. როგორც ჩანს არ არის მზად ბოლომდე ამ ტურნირისათვის. ან ცოტა გადაჭარბებული იყო მასზე ამდენი საუბარი. ან ჩვენმა გუნდმა არ მისცა მას თავის გამოჩენის საშუალება. ეს უფრო კარგია ჩვენთვის. საკუთარ ნახევარზე ფლობენ ჩვენი ფეხბურთელები. მაქსიმალური ყურადღება არის აქ რა თქმა უნდა საჭირო. ოდნავ ძლიერი იყო გადაცემა, მაგრამ ბოლომდე ჩვენია რა თქმა უნდა. ყოჩა ახვლედიანია ეს ფეხბურთელი, რომელიც ძალიან კარგად შემოვიდა ჯერჯერობით აი ესე პატარ-პატარა მონაკვეთებში. აქ ფრანგმა გადააგდოს თუ მას არ ეჩქარება ჩვენთვის დრო. ასეთ სიტუაციაში დროის გაყვანა თუ სტუმრები თუ ისინი გაიყვანენ ძალიან კარგიც არის. ნომინალურად სტუმრები დღეს ჩვენ ვართ, პირველი როგორც ხედავთ საფრანგეთი წერია ტაბლოზე. საიდი ახლა შემოსული ფეხბურთელი გოროზია თამაშობს კარგად, უკან მეკარეს უბრუნებს ადამია. პასი წინ. ეუფლებიან ბურთს ფრანგები, ბამბუკი. ლენგლე. არაზუსტი გადაცემა სწრაფად. არ გამოვიდა ეს მზევაშვილის გარღვევა. კიდევ ერთი პასი საჯარიმოს მისადგომებთან. ფრანგი ფეხბურთელები ცდილობენ შეტევის ორგანიზებას, არ აძლევენ ამის საშუალებას. ქართველები ისევ მორგი ცდილობა შეტევის ორგანიზებისა მარჯვენა ფრთიდან. სურდათ ამის გაკეთება, ფრანგებს არ გამოუვიდათ. აი ესეთ გადაცემები წინ კარგია, მაგრამ მაგ ბურთისათვის ბრძოლაც აუცილებელია, რათა შევინარჩუნოთ ბურთი მეტოქის ნახევარზე, რაც შეიძლება დიდხანს. ამასობაში დრო გადის 62 წუთი არის. საქართველოს საფრანგეთი 1-0 ვიგებთ. კონჩეტევა ერთი უნდა ვცადოთ რომ გამოგვივიდეს, არ გამოვიდა ეს გადაცემა, ვერ შეინარჩუნებს ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა. ისლანდია გერმანია ისევ 0-0-ია ჯერჯერობით იქ ანგარიში არ გახსნა. ისლანდიაც როგორც ჩანს საკმაოდ კერკეტი კაკალია. ჯერ ის რომ ისლანდია გავიდა საერთოდ ელიტ რაუნდიდან ფინალურ ეტაპზე, რა თქმა უნდა ამ ქვეყნისათვის უდიდესი წარმატებაა, თანაც ეს ყველაფერი მათ საკუთარ ქვეყანაში არ მიუღწევია, შოტლანდიაში მიაღწიეს და აქაც პირველ შეხვედრაში 0-2-ს აგებდნენ და საბოლოო ჯამში მოახერხეს ფრის მიღწევა, ასე რომ ჩვენთვისაც არ არის ეს იოლი მეტოქე, ყველა ამასაკში ყველა საუბრობს ამ სპეციალისტები და მეც იგივეაზე ვარ, თამაში ყველასთან შეიძლება და ყველა გუნდს აქვს გარკვეული შანსი იმის რომ წარმატებას მიაღწიოს. ფრანგები შეტევაზე მარჯვენა ფრთაზე გადააქვთ თამაში, შეიძლება ჩაწოდება და კუთხური მარჯვენა ფრთიდან მეშვიდე კუთხური ჩვენი ნაკრების კართან.
ადამიან მითითებებს იძლევა. ცოტა უფრო მეტი არის საჭირო მეკარისაგან ალბათ უფრო აქტიურად თამაში ჩართვა კარნახი. მარჯვენა ფრთიდან მოწოდება. გამოიტანეს ბურთი. ის ადამიანი რომელიც კუთხურებს აწვიდა მოედანზე აღარ არის. პირველ ტაიმში გავიდა მე-11 ნომერს გულისხმობ ონგენდას და საკუთარ მეკარემდე მიიტანეს ბურთი ფრანგებმა ვერ განაგრძეს სხვანაირად შეტევა მიკი მაინანი და იქვე მოედნის ცენტრთან აი ხედავთ განლაგდნენ ქართველი ფეხბურთელები ზუსტად ასრულებენ რამდენადაც ჩანს მწვრთნელის დავალებას რაც კი აქვს დავალება ქართველი ფეხბურთელები სათამაშო დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ფეხბურთში სხვა რა თქმა უნდა სხვა კომპონენტებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი აი კარგია ხა შეიძლება შემოტრიალება ამ შეტევის პასი არ გამოვიდა თუმცა ბურთის შენარჩუნებას ახერხებს დარციმელია რამდენიმე ფეხბურთელს შორის მოექცა პაპუნაშვილი აი ესე კარგია მათირბინო ჯობია ჩვენ ბურთი ვაკონტროლოთ აქაც შეიძლება ბრძოლა ზევაშვილი ბოლომდე აქ შეიძლება შეცდომას დაუშვან ფრანგებმა არაფერი არ არის გამორიცხული საკუთარ აი ახლა იქვე უნდა მისულიყო ცოტა ახლოს აი ხედავთ რა მოაქვს ბრძოლას მოაქვს ის რომ ყოველ შემთხვევაში ვერ ჩეტევა ვერ განავითარეს და საბოლოოდ ბურთი ჩვენ დაგჭა ყოჩახ ბიჭებო ეს ძალიან კარგია აი ეს თვისება რაც აქვს ამ ბიჭებს როგორც თამაშობს ეს გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია ამასობაში შტენდერამ გერმანელმა ფეხბურთელმა გაუტანა ისლანდიას გოლი და იქ 1-0-ია გერმანელები იგებენ იმ შეხვედრას აბურჯანია ემზადება მოედანზე გამოსასვლელად ახვლედიანი ისევ ჩვენი ფეხბურთელები სამხარაძე ჩაწოდება მეკარის მოედანზე იყო გაკეთებული თანმაღალია ფიზიკურად ძლიერი მეკარია არ გაუჭირდება ასეთ სიტუაციაში და იქვე ბრძოლა ხედავთ აი ესეთი ბრძოლის შემდეგ ფრანგებს მოსდით შეცდომები ამჯერადაც ზევაშვილი ყოჩახ მეორე ეპიზოდია როდესაც აი ესე ბოლომდე კარგად გაისარჯა და შედეგიც სახეზეა ზევაშვილი კარგად ინარჩუნებს ბურთს ყოჩახ არა ტანი ჩაუდგა თვითონ და საჯმაც ეს ყველაფერი ზუსტად დაინახა თვითონ წამოეგო შეიძლება ითქვას ახლა არადა რომ გაიგრძელებინა კიდევ ერთხელ კარგად თამაშობენ ეს პასი ცოტა ნაჩქარევი იყო მე მომეჩვენა ზუსტად მოქმედებენ ქართველი მცველები ამ ეპიზოდში ახლა არ შეიძლება სივრცე მივცეთ ფრანგებს და შეტევის განვითარების საშუალება იქვე თამაშია ზუსტად საჭირო და ჩვენია ბურთი არა კუთხურია მერვე კუთხური სამხარაძე მითამაშა კარგად აქ ვარდნაში და განმუხტა სიტუაცია ზაკარი ლაბიდი მოაწვის კუთხურიდან ბურთს მაღალი ჩაწოდება ჭანტურია ყოჩახ კარგად გამოაქვს ბურთი უნდა ამოვიდეთ მაქსიმალურად სწრაფად და ზუსტად კიდევ ერთი მაღალი ჩაწოდება აქ უნდა ვიბრძოლოთ ბურთისათვის გამოიტანეს დარტყმან არ ჩაითვალა თუ რა ხდება ამჯერად ჩაითვალა შორიდან გადმოვარდნილ ბურთზე ძალიან კარგად დაატყეს ფრანგმა ფეხბურთელებმა და ანგარიში გათანაბრდა ძალიან კარგი დარტყმა იყო ვეღარ შეძლო ადამიანმა ამ ბურთზე რეაგირების მოხდანა ხედავთ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი ტომას ლემარმა 77 წუთზე ანგარიში გათანაბრდა 1-1 იქ საჯი გაემართა პირდაპირ იქ ერთ-ერთი ფეხბურთელი წაქცეული იყო როგორც დაინახეთ ალბათ და ამჯერად უკვე გოლი ჩაითვალა დიდი დრო აღარ არის მატჩის დასრულებამდე დარჩენილი და ვნახოთ როგორც არ იმართება შეხვედრა 12 წუთია მატჩის დამთავრებამდე ძირითად დროს ალბათ რამდენიმე წუთი მინიმუმ 1-2 იქნება კომპენსირებული აქ მარჯვენა ფრთაზე გადაცემა
ზევაშვილი ვერ მიუსწრებს ამბურს, მეკარე თამაშობს. საიდი. აბურჯანია შემოვიდა ამასობაში მოედანზე ჭეჭელაშვილის ნაცვლად. მე-6 ნომერი შეცვალა მე-7 ნომერი, ნახოთ მოედნის ცენტრში როგორ ითამაშებს გიორგი აბურჯანია. სწორედ ის გახდათ გუნდის კაპიტანი, თუმცა შემდეგ ჯერ ტრავმის გამო არ იყო, შემდეგ აღარ იყო ძირითად შემადგენლობაში. კაპიტნის სამკლაური ნიკა ჭანტურიას უკეთია და კარგია ეს ფეხბურთელი შემოვიდა დასვენებული ძალით. ნახოთ რამდენად წაადგება, იმედია შეძლებს მოედნის ცენტრში თამაშის დაალაგებას და შეტევების ორგანიზებას. ჯარიმა არის აქ. ჩვენების არის ბურთი. აი მე ეპიზოდში საჭმა გააჩერა თამაში და აჯარიმა ლუის ნგანიონი. სვილება არის იარუბა სისაკო შემოვიდა მონაკოს ფეხბურთელი მოედანზე ფრენკ ბამბუკის ნაცვლად. ყველა ცვლილება გამოიყენეს როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელებმა. იქ ეწერა აბურჯანია შემოვიდა, თუმცა მგონი არ უჩვენებიათ, UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არის მითითებული, რომ მე-7 ნომერი შემოვიდა მოედანზე. და არის კიდეც აი სწორედ მან გაითამაშა ბურთი. ფრანგები ჩვენს ნახევარზე არიან, მარჯვნივ გადაცემა. კუთხური. 8 კუთხური მოაწოდეს და 1 კუთხურის შემდეგ რაც მოხდა. ნახეთ. ზაკარი ლაბიდი მიეშურება კუთხურის მოსაწოდებლად. კიდევ ერთხელ მე-9 კუთხური ჩვენს კართან. აი ხა შეიძლება კარგი კონტრშეტევის წამოწყება, თუმცა წინა არავინ არ არის. მარცხნივ გადაცემა და შევინარჩუნოთ ბურთი. გაიქცათ ბურთი ჩვენი ბიჭებს. აუტი. არაზუსტი გადაცემა დაეწევა ბურთს. ფრანგი ფეხბურთელი, თუმცა შეიძლება ასვლა წინ და სწორედ იქ ბრძოლა. ძალიან კარგად თამაშა მარტიალმა ამ ეპიზოდში. შევიდა საჯარიმოში. გრძელდება საფრანგეთის 17 წამდელთა ნაკრების იერიში. ჩაწოდება იქნება ალბათ, ჩაწოდება. და მეკარე თამაშობს ძალიან კარგად, ყოჩახ ადამია. დაარტყეს კარის მმართველობით ფრანგმა ფეხბურთელებმა და კარგად თამაშა. ალექსანდრე ადამიამ ამ სიტუაციაში მოასწრო ბურთზე რეაგირება. 72 წუთია. საკუთარ ნახევარზე ფლობთ ბურთს. ახვლედიანი არაზუსტი გადაცემა. საფრთხო იერიში დარტყმა არაზუსტია. უესლი საიდის დარტყმა. ხედავთ აქ მეკარემი თამაშა. ძალიან კარგად ამ ეპიზოდში. წაქცეულმა დაარტყა უესლი საიდმა და მოახერხა მეკარემ ზუსტად რეაგირება. ყოჩახ. იქ უნდა ითამაშონ ალბათ ჩვენო ფეხბურთელებმა შეძლონ მეტოქისთვის ბურთის ართმევა, რაც შეიძლება მალე და უფრო სასურველ პოზიციაში. ამდენჯერმე აი ესეთ სიტუაციაში დაუშვეს მათ შეცდომა. ჯარიმა.
აბურჯანია დაჯარიმდა ამ ეპიზოდში. ზაკარი ლაბით ყვითელი ბარათი. კიდევ ერთი. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელს ეს უკვე მე-4 ყვითელი ბარათია დღევანდელ შეხვედრაში. პაპუნაშვილი, მზევაშვილი, დარციმელია და ახლა უკვე აბურჯანიაც. 2 ყვითელი ბარათი აქვს ფრანგებს. ხელახლა უნდა შეასრულონ ჯარიმა ფრანგებმა. მომდევნო მატჩი, როგორც მოიხსენებათ, არის 10-ში, ჯგუფური ეტაპის შეხვედრა 10 მაისს, ხუთშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე იწყება საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებების შეხვედრა. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ. მანამდე მივადევნოთ ამ მატჩის დარჩენილ წუთებს თვალყური ჩვენები უტევენ. პაპუნაშვილი მარჯვენა ფრთიდან აუტიდან ალბათ დაუტოვებს სხვას. კი რა თქმა უნდა, კაკაბაძეს ალბათ. კაკაბაძე მოაწოდა. გაითამაშეს ბურთი ჩვენმა ფეხბურთელმა, მაგრამ შეტევა ვერ განვითარდა. კარგი გადაცემა შეიძლება ამ შეტევის კარგად ორგანიზება. არ გამოვიდა კიდევ ერთი პასი მზევაშვილი ვერ მიუსწრო ბურთს და ფრანგები არიან ახლა ბურთით. აქაც ჯარიმა ეს უკვე ფრანგები უხეშობენ აბურჯანიას წინააღმდეგ. იქ ვეღარ უსწრებდა ფრანგი ფეხბურთელი, ბუნებრივია. არ უნდა წასულიყო ეს გატანილი გოლის ავტორია ლემარი. არ გამოვიდა, მზევაშვილმა ვერ განავითარა ეს შეტევა, თუმცა აქ კოროზია თამაშობს კარგად. ჯარიმა საიდი თითქოს ჯარიმდებოდა, მაგრამ საჯმა არ გააჩერა თამაში. ისე ფრანგი ფეხბურთელების შეტევაზე მარჯვენა ფრთაზე გადააქვთ თამაში, შეიძლება აქედან უკვე ჩაწოდება, დარტყმა და ადამიანს ზუსტად მოქმედებს ამ სიტუაციაშიც. ვერ განავითარა შეტევა სწრაფად. ხა სად დაარტყა? მე მგონი იქ ვიღაცა ტრავმირებულია და ამის გამო დაარტყა. ეს ეპიზოდი, როდესაც ზუსტად ითამაშა ადამიანი. ვასილ მაისურაძე თქვენს ეკრანზე დრო იწურება. აქ დაგვითმობენ, ბურთს ბუნებრივია. თამაში ჩვენ უნდა განვაახლოთ ადამიანი. ძლიერად ზავნის ბურთს. არ არის ჯარიმა. გამოიტანეს ბურთი ქართველმა ფეხბურთელებმა, თუმცა დროები ჯარიმა. კიდევ ერთი ჯარიმა, ახვლედიანია დამნაშავე ამ ეპიზოდში, საჯის აზრით 77 წუთი. ეს ფეხბურთელი ძალიან აქტიურად შემოვიდა, თომას ლემარი, სწორედ შემლალის ნაცვლად, გაცილებით აქტიური და გაცილებით სასარგებლოა ფრანგებისათვის. ჯარიმა ალბათ ჩააწვიან აქედან საჯარიმოში ფრანგი ფეხბურთელები. ოთხი ფეხბურთელია ცოცხალ კედელში, ხედავთ აბურჯანია, დარციმელი, ახვლედიანი და პაპუნაშვილი დგანან. კარში დაარტყეს და ძალიან ცუდად ფრანგებმა. ჩანაფიქრი ზაკარი ლაბიდი შეიძლება კარგი ქონდა რომ გადაეტარებინა ბურთი ცოცხალი კედელისათვის და გაეგზავნა კარის მიმართულებით, მაგრამ შესრულება არ იყო მაინც კარგი და დარტყმა კარიდან. საკუთარ ნახევარზე ფლობს ბურთს, უკან პასი მეკარეს. სუდად გამოიტანა ადამიანი, შეიძლება ალბათ პირდაპირ წინ ძლიერად ბურთის გაგზავნა.
აქტიურად ეთამაშებიან ფრანგ ფეხბურთელს ჩვენი ფეხბურთელები, თუმცა მოახერხა მაინც მოახერხა შეტევის გაგრძელება დარტყმა და 10 დაბურთი. პირველ ტაიმის სრულდება ისლანდია-გერმანიის შეხვედრაშიც და ერთადერთი გოლია ჯერჯერობით ვასული შტენდერა გატანილი გოლის ავტორი. ეკი კიდევ ერთი საფრთხო დარტყმა ჩვენი კარის მიმართულებით. ისევ ფრანგი ფეხბურთელები გამოიტანეს ჩვენი ბურთი ბურთის შენარჩუნება ბოლო წუთებში ვეღარ ვახერხებ ბურთის შენარჩუნებას და კარგი შეტევების ორგანიზებას მეკარე თამაშობს არა და იყო რაღაც მეორე ტაიმში ეპიზოდი როდესაც გოლამდე რამდენჯერმე კარგად თამაშეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და აშკარად შეიძლებოდა კიდევ თამაში თუ ასე დასრულდა შეხვედრა მოდი ჯერ ადრეა ბოლო წუთი კი მიმდინარეობს მაგრამ იქნება გარკვეული დრო დამატებული თუ ასე დასრულდა ჩვენ გულს ეკრება 1 ქულა საფრანგეთს ეკრება 2 ქულა შემდეგ უკვე გერმანიის ნაკრებმა თუ მოიგო ეს გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში ინახდებს უკვე შემდგომ ეტაპზე თამაშს თუ მოიგო იმ შემთხვევაში რადგანაც ბოლო ტურში გერმანია საფრანგეთს ხვდება ჩვენ ისლანდიას ჯარიმა სახიფათო ჯარიმა დვალი დამნაშავე ამ ეპიზოდში და იღებს ყვითელ ბარათს ძალიან ბევრი არიან გაფრთხილებულები ჩვენი ფეხბურთელები ძალიან შემდეგ თამაში არავინ არ გამოტოვს მაგრამ 5 ფეხბურთელი დღეს არის გაფრთხილებული 2 წინა შეხვედრაში იყო ბოლო წუთი აი ამ ეპიზოდში გამოიტანა ბურთი დვალმა და დაარღვია შემდეგ უკვე თამაშის წესი განმეორებით ხედავთ ამ ეპიზოდს. ამდენს დაამატებს საჯი ახლა ეს არის საინტერესო 14 წუთი მე მგონი გავიდა. კი გავიდა 80 წუთი. უკვე საჯის მე 3 წუთი არის დამატებული. უკვე საჯის მე კომპენსირებული დრო არის ვესლი საიდი უთხავს თუ არ ვწდები. ის ემზადება 5 ფეხბურთელი ცოცხალ კედელში. იქვეა მე-6-ს ყურადღებით უნდა იყვნენ რომ არ გაითამაშონ ფრანგებმა. არში ურტყავს მეკარე ზუსტია. კარგად თამაშობს ადამია არ იყო მაინც და მაინც ძლიერი დარტყმა კარის მიმართულებით გაგზავნა ბურთი ფრანგმა ფეხბურთელმა ადამია ითამაშა კარგად. თითქმის წუთი გავიდა უკვე საჯის მიერ კომპენსირებული დროის. 2 წუთია დარჩენილი მატჩის დასრულებამდე 23 საათიდან დღეს უნებრივია იქნება საფეხბურთო მიმოხილვა ეროვნულ ჩემპიონთან ერთად. რა თქმა უნდა 17 წლამდელებზეც ვისაუბრებთ და უფრო დაწრულებით გერმანია ისლანდიის შეხვედრაზე გადაცემაში გესაუბრებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო 4-ვე გუნდს რჩება შანსი თუ დღეს გერმანიამ მოიგო 4-ვე გუნდს რჩება შანსი იმის რომ შემდგომ ეტაპზე გავხოცოთ გერმანია გადის და 3 გუნდს რჩება შანსი. 3-ვეს. იქ უკვე გერმანიის იმედად უნდა ვიყოთ. შეიძლება ამ შეტევის არავე და შევინარჩუნოთ ბურთი შეიძლება და შეტევის ორგანიზება შანსი რაც თავარია ბოლო ტურამდე როდესაც შანსი რჩება ეს უკვე კარგია გერმანია ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში აშკარად უკეთესი გუნდია ვიდრე საფრანგეთი ნაბურჯანია მითამაშა კარგად გამოიტანეს ბურთი ქართველმა ფეხბურთელებმა და ბოლო შანსი ერიშის დარციმელია ძალიან კარგად მიიწევს შეუძლია განავითაროს დაარტყა არა და შეიძლებოდა ალბათ გადაცემის გაკეთებაც ამ სიტუაციაში მაინც კარგია დარციმელია ბოლომდე კარგად აიტანა ბურთი იქ თითქოს განთავისუფლდა კიდეც ეხმარებოდა პაპუნაშვილი მაგრამ პასი არ გააკეთა კარის მართულებით კი ვერ დაარტყა ეს ფაქტი რომ მატჩის ბოლოს დაღლა აშკარაა ფაქტია სახიფათო ეპიზოდი ფრანგები და ყოჩაღ დვალი გადაარჩინა ეხლა ჩვენი გუნდი აქ მეკარე მიიღო ტრავმა დრო ფაქტიურად აღარ არის ნახევარი წუთი და ძალიან კარგად თამაშა ლაშა დვალმა ვსაუბრობ იმაზე რომ დაღლა ეთყობა ჩვენ ფეხბურთელებს მატჩის ბოლოს აი ახლა იყო ასეც ისე სწრაფად ვეღარ აზღვევენ ერთმანეთს იმდენად კარგად ვეღარ თამაშობენ და აი ამ სიტუაციაში თითქოს იყო რაღაც შეცდომა მაგრამ დვალმა გამოასწორა თანაგუნდელების შეცდომა იქ ტრავმა მიიღო მეკარემ ფეხი გაიჭიმა როგორც ჩანს აი ვარდნაში ან
ეხი მიარტყა იქ საშიში არაფერია ბოლოს შეტევა ალბათ დღევანდელი შეხვედრის რადგანაც დრო აღარ არის კიდევ ერთი კუთხურია 3 წუთი გავიდა საიდი კუთხურიდან აწვის მაღალი ჩაწოდება ბრძოლა ბურთისათვის დაასრულა შეხვედრა საფრანგეთის საქართველო 1-1 ასე დასრულდა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ორი ქულა აქვს საფრანგეთს ერთი ქულა აქვს საქართველოს და ეხლა უნდა დაველოდოთ გერმანიისა და ისლანდიის ნაკრებთან შეხვედრას ნებისმიერ შემთხვევაში იქ რაც არ უნდა მორჩეს მე ვთქვი რომ თუ გერმანიამ მოიგოს შანსი გრჩება არა აქვს მნიშვნელობა თუ ისლანდიამაც რომ მოიგოს ამ პრედასრულდეს შანსი ნებისმიერ შემთხვევაში გრჩება ასე რომ ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება ბოლო მატჩი ისლანდიის ნაკრებთან რომელიც გაიმართება 10 მაისს თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე და ოღონდ გარკვეულწილად დამოკიდებული ვიქნებით გერმანიას საფრანგეთის შეხვედრაზე ოღონდ გააჩნია როგორ დასრულდება დღევანდელი შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის მადლობა ესეთი თამაშისათვის დიდი ხნის განმავლობაში იგებდნენ და საბოლოოდ ვეღარ მოახერხეს შენარჩუნება თუმცა ეს ფრენა თამაშებია საფრანგეთის ნაკრებთან ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო წარმატებად უნდა მივიჩნიოთ დღევანდელი შედეგი ჩვენი 17 წლამდელების კიდევ ერთხელ მადლობა უთხრათ ბიჭებს და მადლობა თქვენ ყურადღებისათვის ჩვენ ერთმანეთს 23 საათზე შევხვდებით სადაც ასევე რა თქმა უნდა ვისაუბროთ ფეხბურთზე დროებით შეიძინეთ Hyundai Sonata ნაღდი ანგარიშწორი